ახალციხის მერიამ 17 მასწავლებელს პროფესიული დღე წინასწარ მიულოცა. პედაგოგის დღესთან დაკავშირებით მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე მასწავლებლებმა მერიისაგან საჩუქრად სამადლობელი სიგელები და წიგნები მიიღეს. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ როგორც ახალციხის საჯარო, ასევე კერძო სკოლის პედაგოგებიც. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მომავალ თაობას ზრდიან, ამიტომ გადავწყვიტეთ მათთან პატივისცემა მცირე საჩუქრებით გამოგვეხატა. განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ახალციხის მერმა გიორგი გობაძემ. პედაგოგებთან შეხვედრას დღეს ახალციხის რესურს ცენტრის დირექტორი ხათუნა ხმალაძეც დაესწრო. მსოფლიო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს 1994 წლიდან ყოველ 5 ოქტომბერს აღნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ეს თარიღი არასამუშაო დღეს დაემთხვა, პედაგოგებისათვის პროფესიული დღის მილოცვა მერიამ წინასწარ 3 ოქტომბერს გადაწყვიტა. დღეს მოვიწვიეთ ხმასმოსილი პედაგოგები, რომლებსაც ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ჩვენი ქალაქის, ჩვენი სკოლების, ჩვენი მოსწავლეების წინაშე და მოვიწვიეთ ისინი და ამავე დროს მოვეფერეთ, გადავეცით საჩუქრები, ძალიან მცირედი საჩუქრები, რომლებიც ჩვენი ამით გამოხატეთ ჩვენი პატივისცემა მათ მიმართ, მათი შრომის მიმართ. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს მიულოცა პროფესიული დღე, გადასცა სამახსოვრო საჩუქრები, მეც მივუერთდები მილოცვას. ულოცავ ყველა მასწავლებელს დღევანდელ დღეს, უსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებას და წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში. ეს ორმაგ შრომის შედეგს გამოიღებს ჩვენგან და ალბათ შედეგს